გვაქვს მამული შვილებს ხმალი ვიყიდოთ მტერს რომ დაუხდეთ ისეთი ჯიბით უნდა მოვიდეს რომ ჩემს iPhone switch-ი მოვხდეთ ნატოც კარგია რუსიც კარგია გამოიცვალეს 7 პარტია თუ გინდა კიდევ 7 გამოვიცვლი ეგ არის ნახტი დემოკრატია დაიძინე გაიღვიძე დალე და დავრეჭამე მე ერი დღე და ღამე ფიქრობს გვეშველე ბარამე ერთხელ საქართველოში გვეშველე ბარამე ერთხელ საქართველოში შანსი არ არის ისობოტკოვალ შეუძლია ყველას თავის ენაზე ელაპარაკოს ჩიტს ჩიტურად მგელს მგლურად და კუსკურად მოგესალმებით, ეთერშია ფისობოტკოველის თოქ-შოუ ჩურჩულები. დღეს ჩვენთან სტუდიაში იმყოფებიან ადამიანები, რომლებსაც მთელი ქვეყანა დასცინის. მოდით, ექსკლუზიურად მოვისმინოთ მათი ისტორიები. ბატონი, დავით ლიპარტელიანი. გამარჯობა, ყველას მივესალმები, განსაკუთრებით ქალბატონებო, მოგესალმებით ყველას, სალამი ჩემო საყვარელო ადამიანო, თქვენ სიკვდილით უარ გიყვარს ისე რეფერენსი გავაკეთეთ. ოდნავ ისეთი გრილის საღამო უნდა ყოფილიყო წესით დარიგით, იმიტომ რომ საღამოს ხო გრილა, მაგრამ მაინც ხელოდა. იქ კუჩაში ვიღაც ქალი მარაოებს ყიდდა. ავდექი და ვიყიდე. ერთი მარაო ვიყიდე, ჩემთვის ვიყიდე მარაო. და დავინიავ. გავაქნია ქეთიქეთ. მომეწონა. გამოვართვი ამ ქალს. წამოვედი სახლში. სახლში ვინიავებდი. საღამო მერე გარდაიქმნა ღამეში. მთელი ღამე ესე ვიქნევდი. ვიქნევდი და გავიყინე კაცი. ამათ კიდე საზოგადოების რაღაც ნაწილს ეცინება. რა არის აქ სასაცილო? 39 სიცხი და ფილტობის ანთებით კაცი უბედურებაზე უნდა ეცინოდეთ? რა არის? იმაზე ხო არ ვამბობ, ჩემო ხო არ ვამბობ, ნაყინს რო უჭამ ხოლმე ესე ასე რო უჭამ, ასე რო უჭამ. მაგაზე კი ბატონო გაიცინეთ, მაგრამ კაცი უბედურებაზე გეთანხმებით ადამიანის უბედურებაზე სიცილი, ნამდვილად არ შეიძლება, მოდით მოვისმინოთ ისტორია ბატონი ანზორ მიროტაძის. გამარჯობა, მოგესალმებით მეც. თქვენ თქმის არ იყოს გვერდში მიმი თუ არ გიყვარსო. გოგონა რა ხდება ახლა? მომშივდა რა, მომშივდა კაცი ვარ მშია ხო? შევდივარ სახინკლეში. ხო, რა და შევდივარ სახინკლეში რა. კაცი ვარ, აბა სახინკლეში შევალ, აბა საჩივალ კაცო. მშია და სახინკლეში შევალ ხო, კაცი ვარ ხო? მოდი ახალგაზრდა გოგონა. მეუბნება რა გნებავს უძიაო. მე უთხარი შვილო მომისმინე კაცო, რა უნდა მინდოდეს, კაცი ვარ სახინკლეში შემოვედი. მშია, რა უნდა მინდოდეს, კაცი ვარ, ხინკალი მინდა მეთქი. რამდენი გინდათო? მე უთხარი შვილო 99 ხინკალი მომიტანე მეთქი. ეს მეუბნება 99 რა არისო, ბარე მასია იღეო. კაცო მე მეუბნები 100 ხინკალი რა არის? ღორი ხო არა ვარ მეთქი კაცო. გას და იცინის მეუბნები შვილო რა გაცინს? სასაცილოა ეხლა ეს კაცო. სასაცილოა ეხლა ეს ამბავი. თქვენც გაიცინონ ადამიანებმა, მე ვერ ხედავ პრობლემას ამაში. კი ბატონო, იცინონ. ეგ კი არ არის პრობლემა რომ იცინიან, მაგრამ თუ სიცილზეა ლაპარაკი, მოდი პატივისცემაზე და ყურადღებაზეც იყოს ამბავი, ხო? თუ ამ ანეკდოტს ყვებით ჩემოკარგო, მაშინ ესე მოყვეთ, ესე დავიწყოთ როგორც იყო. დავიწყოთ ანზორ მიროტაძე შედის სახინკლეში როგორც იყო და შევუყვეთავთ, მაგრამ ასე როგორც იყო. კი ბატონო, აქ ელემენტარული საავტორო უფლებებზეა და პატივისცემაზე და ყურადღებაზეა ჩემოკარგო. ესმით, თქვენ გესმით, მაგრამ ხებს ესმით? ქალბატონის ისტორიაც მოვისმინოთ. რაც გაუგებს სწორი რა ვიცი. თქვენი ისტორია უფრო შემზარავია. ესე იგი, მივდივარ სახლში. შევაღე კარი. კარმა გაიჭრიალა. გაიჭრიალა და სხვა ჭრიალი შემომესმა ოთახიდან. ქალის და მამაკაცის. შევაღე კარი. და რას ხედავ ჩემს სარეცელზე ჩემი ქმარი და ვიღაცა ბოზი ერთ ამბავში არიან. ესე იგი, ავტეხე წივილი კივილი, ავტეხე ამბავი და მალხაზის უბრალოდ ენამოსწრებული კაცია შემომხედა თვალებში, ესე შემომაშტერდა და მეუბნება. ნანაო, მან დრას გეხარო, აბა მე აქ ვის ვუშვებიო. გეცინება, ხო? ორი შვილით ქუჩაში რო არ მეცინება.
ხო, იცინე და იყავი. არა, არის ეცინება. რა არის დაცინო ადამიანი? რა არის სასაცილო კაცო? არა, უბედო. დაცინი ეს, დაცინი. მოიწვია ძალიან თო ნუ ქართული ოჯახის დასანგრევი სასაცილოა არაფერი არ არის. ესე იგი მე 99 მინდა და 100 არ მინდა. შაბეში კაცო. შაბეში მაგიაულები. რა არის? რა უჭირავს კაცო? შაბეში. ვითი არის მოსული კაცო? რომელია აქ ფიზა მოწყობები? მოიცა კაცო. ეს არის. ამადი დედალადირე. მოიცა, მაგრამ დახვეწა. პატარა მერაბას მამა 14-იანი კუჩით სცემდა. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ დღეს მერაბას ბოლტების დაჭერა კეფით შეუძლია. გადადი რა გეხოცები, ხაჭაპური მოიტანე რა. სირგო ეხა ტრაქინო გააკეთე რა. რა გინდა მე რა? ეში 12, 13, 14 ჯერ მე დაორბივა რა. ერთხელ შენ წადი რა. კარგი რა მე რა, წავალ. კაი, მე წავალ. ოღონდ მაშინ ფული შენ დადე. მოსულა? არა, ისევ შენ მომეცი ფული მე წავალ რა. არა, ხო რა ტიპი ხარ. კაი, მიდი საფულეში არის. ოღონდ 2 ცალი ხაჭაპურის ფული ამოიღე, მეტი არა იცოდე და სასაუზმეში რო გადახვა. ხო. ის რო არის, რა ქვია? ხათუნა, ხო. პატარა გოგო რო არის, პატარა ზუზოებით, ხო იცი? მაგის განიყიდე, იცოდე, მაგას ხო ის დიდი ხაჭაპურები აქვს. ხო, კარგი. გემრიელა აკეთე. მაგარი კაცო, აბა. ხო იცი რომ ესეც გეუნე, პატარა ზუზოებით, ხო, დიდი ხაჭაპურები. გამარჯობა. გაუმარჯო ჩიგარა, გაუმარჯო. რა ხდება? ცოტა დაიშვა და დამატება მინდა რა. დამატება მოყვება. თვითღირებულების 20 ლარი გადაიხადე? არა, აფილული იქნება. შენა ჯიგარო, რა უნდა კითხო, რა დაემართა ამ სასუდოს რა უქიმი. იცი რა, მერა. პირად ინტიმურ ცხოვრებაზე არ მინდა საუბარი და დაგიტოვებ და ცოტა ხანში მოვალ. კი, უმა შეიქშია რა თუ გიჟია ვიღაცა. რა გაუკეთა რა დღეში. შენ მერაბ რა უნდა კითხო, ისე აი რაღაცა იქნება ეს როგორ გონდა? აი რა, ჩემი თირო არ მინდა ეგეთ დაფოშოლე ეს ვინ ჩემი თეხებია. მიდი და ეს ამასაც მიხედე რა მიდი, გიხოცები, მიდი. ერთ ხაჭაპური. ორი ხაჭაპურის ფული ამოიღე, იცოდე მეტი არ ამოიღე. მაიცა ეხლა. ეხლა. ეს 18-იანი გაგეკეთები და კიდევ ერთხელ გამარჯობა, კაი კაცი. მოხედი უკვე? აქენ დამიმატეთ? კი, მერაბ მიაქცია რა ყურადღება რა. კი, მხოვე და გააკეთა და კი. მაიცა ერთი თუკი. ამისი ბოდიში რა ვერ გაქცევ ყურადღებას. მერაბ ამისი რომელი იყო თუ გახსოვს? 18-იანს ვეძებდი მე ლიჩნაც და აი გიყო რა 14-იანში ხო არა გიყო. მაგრამ იმაში არ მიდის მე რა ქვევიდან ეს მეორე ეს კიდე ეს ხარი მარჯვენა მიწავ ხოლმე ამ მერაბ ვერ იმაში გისმოიდა ვერ გაიგე. სადაა ამიტი თავა? რა გააკეთე მერაბ? არ დაამატე ხო გთხოვე მერაბ რომ გააკეთე მეთქი ხო სხვა რაღაცას ვაკეთებდი მე რა რატო არ გაუკეთე რაღაცა სიგო ბოზე შველობას გეფიცები თუ არ დამემატე დამატე მაიცა შემეშავა აბა მე ვინ დავამატე აჩა რა გააკეთე ამერია ალბათ გეფიცე ბოზე შველობას გეფცებ თუ არ დამემატები აბა ხაჭაპური ხათუნა აბა დაიმატე ძიძებო რა გიხვედები ჩელი ხაჭაპური ახაიდი ხო გითხარი ამას დავამატე ამერია რა აი შეხედე რა მაიცა ხათო ერთი წამით მაიცა ერთი წამით ვა ადინი მოსებზე დავამატე დედას გიფცებ მაიცა აფეთამ დაიშვა მე მგონი პიპკიდან დაუშვა წამო ზალატნიკი გამოგიცოლო წამო ახსარებაზე მისულმა ეკა ძაბანაძემ საკუთარ მოძღვარს 40%-იანი სესხი ააღებინა. გამარჯობა, ალბათ შეიძლება ხო გამარჯობა. აი თქვენ გენაცვალეთ გოგოებო, თქვენ შემოგევლეთ, თქვენ აი თქვენ ვინც თქვენზე ცუდი რამე თქვას, გული გაუპოს დანამა ამხევით რა ძალიან ხოტრაით. დანამა გული გაუპოს დანამა აი ძალიან ხოტრო ამყვეთ რა. შეიძლება გისმენთ რა ხდება? რა უნდა ხდებოდეს შემოკარგო ქალბატონო ულამაზესებო მშვენიერებო უკეთილშობილესებო რა ხდებოდა მე თქვენი ბანკიდან ავიღე სესხი შემოკარგო და დავიწყე ბიზნესი მე რა მე კაცო ყვავის ჩემი ბიზნესი ყვავის ბაბი ადექით მოდი ეხლა დიახ ქალბატონო რა ლამაზი ხარ გოგონა შენ შემოგევლეს მწვანე როგორ გიხდებოდა გისმენთ ქალბატონო ეხლა ადექით დამარტყი
დამარტყი. ვერ დამარტყი. რა არის ეს? ძლიერად დამარტყი უფრო. დარწმუნებული ხართ? ბრძანებაა. არ ყოფილვარ სისხლში. მარტო რეალობა, თვითონებელია. ზოგადად შემეკეთი რამე მოხდეს. მაიცეთ. ანუ ერთი წამით. ანუ თქვენ ის კლიენტი ხართ, რომელსაც ჩვენგან 80%-ად ცეცხლი აიღეთ და ეხლა თქვენ ვდიდდებით და თქვენი ბიზნესი ვითარდება? აბა რა, კაცო, აბა რა, შენ შემოგევლე და რა ხდება ეხლა, რატომ მოვედი რა? ანუ მე მინდა რომ კიდე გამოვიტანო სესხი დავამატო, ხო ხტებით რომ გავაგრძელო ჩემი ბიზნესის აყვავება რა, თქვენ გენაცვალებთ, თქვენ ორივეს ყველა საერთოდ, თქვენ ხო ყველაზე მაგარი ბანკი ხართ სოფლიოში, რას ლაპარაკობთ, აბა? შეკითხებით მოხდეთ, რომ კიდე ახლა სესხი აიღო? აბა. ქაბატონო ეკა, კიდევ გაგარკათ თუ დავჭდე. და ჩეკი მოვედი. ლალამაზი ხარ, შენ გენაცვალე, აი რა კარგი აურა გაქვს რა შემოგევლე რა. კაცაბანაცე. შემოგევლე რადო. ჩვენ შეგვიძლიათ გავცეთ სესხი, უბრალოდ ჩვენთან 80% და ხარ გაიცემა სესხები. რა პრობლემაა, ჩემო კარგო, რა პრობლემაა? აბა, რამდენად გაიცემა, მითხარით იყოს კაცო 100. 100. ჩემო კარგო, 120 იყოს, გენაცვალო, ჩემი თავი იყოს, რა პრობლემაა? კაცო, ხო უნდა ავაყვაო ჩემი ბიზნესი უფრო. აბა, შემიშალა თქვენ ხელადით და მე უცბად ვერ გითხარით. 100 კი არა, ბოლო წესი თუ კი 160 კი არა. ო, კაცო, 180 იყოს, რა პრობლემაა, რა მოგივიდა, ჩემო რა ლამაზი ხარ, შენ შემოგევლე რა. 180 იყოს, რა პრობლემაა, კაცო, რა მოვაწერო, ხელი რა დავარტყა, რა ჩავარტყა რა. გაგავაკეთო, აქ მოვატყი ბატონო. რა ლამაზი ხარ, შენ გენაცვალე რა. აჰა. აი ჩემო კარგო, 180 ხო, არ არის პრობლემა. 200 გეთქვა, რა პრობლემა გამომართი. რა ლამაზი ხარ, შენ გენაცვალე რა. დიახ, ისმენ ჩემო კარგო. ხო, მოვჭით ხო ყველაფერს, ხო? ხო, დავამთავრეთ, ხო მე მგონი, ალბათ ძალიან დიდი მადლობა. გენაცვალე. რა ლამაზი ხარ, შენ შენ ჩემთან უნდა დაგაწყებინო მუშაობა რა. ბატონო, დიახ, ისმენ ჩემო კარგო, დიახ. სანამ წახვიდოთ. დიახ, ისმენ ჩემო კარგო. ძალიან თოთ ერთ რამეზე მიპასუხეთ. დიახ, ისმენ, აი გისმენთ რა, გისმენთ, აი. ბიზნესი ხართ ასეთი დაკავებული, რომ 180% თქვენ კიდათ რომ მოიგოთ. იცით რა ხდება, მე ხო თქვენგან ანუ ეს სესხი ხო ავიღე და გავხსენი საკუთარი ჩემი პირადი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ანუ ონლაინ სესხებს გავცემთ რა, ხო ხდებით რა. რა ლამაზი ხარ, შენ გენაცვალე. ეს თქვენ ხართ ხო? თქვენგან მე ავიღე ერთი წლის წინ სესხი და დღემდე ვერ ვიხდით თქვენს სისხლის მსმელებო თქვენ. თქვენ უნავსოება, ხალხი არ გეცოდებათ ხო? თქვა გაქვთ გული, რა უბედურებაა ეს. ზამთარში თბილი ქვეყნებისკენ მიმფრენი ჩიტები ყოველთვის გვერდზე სოფლის თავზე ჩერდებიან და სკლინტავენ. გვერდზე სოფლის მცხოვრებლებს ეს თოვლი ჰგონიათ და გუნდაობენ. ანუ სკინტლაობენ. ესე იგი, ფერმის მშენებლობა გადავდოთ 1 წლით და ეგეც იქით ბიუჯეტში ჩავსვათ. აქაც 0 დავსვიეთ. მერე ბიჭო, გელოდისა და ომარას ცოლებს აიფონები ხო არ უყიდონეთ, აჰა. მე და იყოს 1960 ლარი 2 ცალი და 40 ლარი დარჩა. 40 ლარიც ჩემთვის ფანერა ნოკიას უყიდი და ეგ არის რა. აჰა, დავანოლე. რა გინდა ბიჭო, რას მიყურებ? კარგი რა, მამა რა. რა იყო შენ არ გიყვარდა ქალები? გამარჯობა. სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გახლავართ გენაცვალე, მონიტორინგის სამსახურის უფროსი. ძალიან სასიამოვნო დაბრძანდით. გიჩივიან ბატონო. ვინ იჩივის? აი, ახლა მოგახსენებ და წაიკითხავ სწორედ აი ამ წერილს. კაი, გამარჯობა, შენი მინისტრო უფროსო. ამ წერილს გვერდზე სოფლიდან აქ წერ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სოფელში დაინიშნა ახალი გამგებელი, რომელიც მოდი, არა. გამგებელი არა, კაცო. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ვარ, მე ამე დროებით. შევასრულებთ. მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც წინა გამგებლის პროფესიონალი და ნიჭიერი ნათესავები გაყარა და დანიშნა თავისი არაპროფესიონალი და უნიჭო ნათესავები. ხო და ვინც არა ვართ ნათესავები, იმათმა რა გავაკეთოთ? გთხოვთ ეს სამჯერადი ეკაა? დიახ. რა გავაკეთოთ? გთხოვთ ეს წერილი დარჩეს ანონიმურად და თქვენი კეთილების ყოფილი გელოდი N. გელოდი. ყუილი ამან რაცა წერია ყველაფერი. გეფიცებით, აი გვერდის სოფელში ნეპოტიზმი არ არსებობს.
ბატონო გამგებელო. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელო. გენაცვალე. ესე იგი საბუღალტრო სამუშაოების სულ ყველაფერი შევამოწმე. ბალანსიც გავასწორე და ყველაფერიც ესე იგი გენაცვალო დედა. წავალ ახლა სახში და კარტოფილ შებრატოს დაგახვედრე. ხო. აი რა არის ეს თუ არა ნეპოტიზმი? მითხარით ერთი რა. მე გავაკეთებდი დაბაკარებს. მიპასუხე. არა, განა დედა არ არის, დედაა კაცო. დედა, მაგრამ რომ მოვედი და რომ დამნიშნეს აქ არა მოვალეობის შემსრულებლად. აქ დამხვდა რა ქვია, ხო არ გავაგდებ. დედაა და. არა, ამისასი დაწვება არ შეიძლება ბატონო. არ მაქვს უფლება. კარგი, კაცო, რასო? რას ისეთ? ზია. ზია, რა უნდა გითხრა? ტრაქტორები გავარემონტე და 500 ლარი დაგვრჩა და არ წავიდეთ ქალებში? გადი ახლა. არ წავიდეთ ქალებში? გადი მეთქი ბიჭო. ესეც წავიყვანოთ და სხვა. არ გინდა ბიჭო, გადი მეთქი გარეთ, აბა. ხო, გაი რა. გადი ვლაპარაკობთ ხალხი კაცო. გაი, გავალ ხო, მაგრამ ხა მარტო გადი. მარტო წავიდე ქალებში. გადი თორე დათოს დაუძახე. გაიცა რა დათოს დაუძახე, მას ლაპარაკობთ. გადი მეთქი. კარგი, ხო, რა დათოს დაუძახე, რა მოგივიდა კაცო. აი ეს რა იყო? ესო, აბა ბალღია რა. გზას რა ცდენოდა ეხლა, მაინც ხვეცია რა და. რა გინდა, რომელი ხარ? ბალღაზია ისა. პაპამ კაცო იმასო, რა ქვია, მოგზაურობის ფულსო. როდის გამომიწერსო? დათო! მაინც ეს რა დათო წეგან გამოვეკეთე, კაცო, რა გქონდა? გასაგები, ესე იგი, თქვენი ძმისშვილიც მამაც აქ მუშაობს. არა, ძმისშვილი არ არის. ეგ არის ჩემი განებიძაშვილი შვილია თანაც ქალის მხრიდან, კაცო. საერთოდ არის ჩემი ოჯახის წევრი. გეფიცები. მამა კიდე რა, მამა აი ორჯერ გავაგდი. გეფიცები, ორჯერ გავაგდი და სასამართლომ ორჯერ უკან მააბრუნა. მე რა უკო, კაცო, არავის არ უნდა. მე ვერც ერთი ადამიანი ვერ ვნახე ისეთი, რომელიც თქვენი ნათესავი არ არის. აბა პატარა სოფელი ვარ და რა გავაკეთოთ, კაცო, აბა. გამარჯობა, მალხაზი. აი, გელოდი. რა ხარ უფროსო? მოდი, გენაცვალე შინა, აი. ვენაცვალე ამას. რა თბილი შეხვედრა მოვაწყეთ. აი, საერთოდ არ არის ჩემი ნათესავი. არ არის ხო? არ არის. მე რა ვარ შენი ნათესავი, სამჯერ მონათრული ბავში რომ მომიწლე. არა ვარ ხანათესავი, შენი ნათესავი. არ არის გაც ჩემი ნათესავი. არა. პატარა სოფელი ვარ და ხო იცი ხელა და. არ არის ხესაჭირი. წავიდეთ ვიქეიფოთ, კაი პური ვჭამოთ, კაი ხაშლამა, იფ. კაი მწვადი, იფ. მე შენა და გელოდი. მოგესწრებათ. კი ბატონო. დიახ, ისმენთ. დიახ, ბატონო მინისტრო. აბა იყო. დიახ, მონიტორინგზე ვარ, აბა სად ვიქნები, რა თქმა უნდა. მონიტორინგი გვაქვს აბა. დიახ. კი ბატონო, 10-ისთვის ამოვალ. დიახ. კომყვით. ნუ რა ჯობია შენთან ფეხბურთს. კარგი, ნოდარივიძია. კარგი, ბიცოლაც მომიკითხეთ. ხო. კარგი. კოც. ბიცოლა და ბიცო. ვიზა. მაინდა ერთად წავიდეთ და ვიზა. ძიაშენ მინისტრს უთხარი რომ წამოვიდეს, თუ კიდე ძალვაში წამოიყვანოს, ერთად ვიქეიფოთ. მე შენა ძია მინისტრი და მე. უყვარს რა ვიცი. ხო. პური წამოცა, ხო? მეც მინდა პურის ჭამა. შენ არ იცი პურის ჭამა. ბორდელ კალიფორნიაში შესანიშნავად არის შეხამებული მომსახურების ხარისხი და ფასი. მაგრამ მე მგონი ფასი უფრო ჯობია. გუში გავაკეთე 500 დოლარი. გადაუგზავნე ცოტა ჩევებს. კაციბათ ვაიქიდან მლოცეს. აი ხარებს 5-ვე კაცი. ვაიმე გოგოებო რაღამე იყო 700 დოლარი გავაკეთე. აი ფეხი. ეგ რა არის? აი მე გუშინ 1000 დოლარი გავაკეთე. რა? აბა 1000 დოლარი გავაკეთე. რა სისულელეს ამბობ, ქალო, რა 1000 დოლარი მოიცა რა სისულელეს ვამბობ, შევედი კლიენტთან და აი რომ დამინახა, მითხრა რომ წადიო რა, შენ იმკურნალეო და სხვა გამოუშვი შენ მოგივრატე და მომცა 1000 დოლარი. მოდია, გოგო, თელი გზა შენ უნდა გეძებდე. ზოგი რა ხორია, გასახარებელი. გაუმარჯოს. რაში საქმე? გამარჯობა, გენაცვალე. გაუმარჯოს, გოგოებო, ბოდიში რა გაიცანით ეს ჩემი სოლი თინა მიესალმე. ანუ ასახეთი ყურები, ვინც მინარიც. გასაგებია ყველაფერი. რა არის გასაგები?
პარტნიორს ეძებთ მესამეს ალბათ, ხო? არა, ბიჭო, რა პარტნიორს ვეძებ, კაცო, მომისმინე ხა. ამას მინდა რომ აქ დავაწყებინო მუშაობა რა. აი, ბიგან არის, მაშინ მეთქვა იღიმ. რაბათ. ხო, ბატონო, სიმპათიაგა. ხო, გიგა. იცით რა ზაბეძანეაში მოხვდეთ? აი, გარედან კი აწერე ხა ხაჭაპურ შაშაზე, მაგრამ ვიცი, ბიჭო, ვიცი. ყველად კი არ მოვედი ხო, გავარ პატარა ბავშვს მე? ხო, ვიცი. და მოკლედ მუშაობა მინდა რომ დავაწყებინო და ეხა. იცით რა საქმეა? ვიცი მე კი ბიჭო, რამდენჯერ უნდა მითხე ხა ერთ და იგივე, რას მაყურებ ამდენ ხალხში ვერ გავიგე. ხო, მოკლედ, გააქვთ თავისუფალი ადგილი თუ ვაკანსია თუ რას ეძახით, მე რა ვიცი თქვენ. გააქვთ ეგეთი რაღაცა? მე მგონი გაგიმართლათ. გუშინ წინ ჩვენ ერთ პატარა გოგოც უნებს. ჩვენმა ერთმა ცნობილმა კლიენტმა ფეხი მოტეხა და ამ შემთხვევაში ანუ თავისუფალი ადგილი არის. ძალიან კაი, ძალიან კაი. მომისმენ, ესე იგი შევთანხმდით იწყებს მუშაობას აქ? ხო. ერთი თუთით ხო, ეს პროფესიონალურად აბა მიდი. შეიძლება პავერნის. ატრიალდი გოგო რას მიყურებ? ატრიალდი მეთქე, ეგ მაინც იცი რას მიყურებ? პავერნის ეხა ამასაც. Да нормально всё, хорошо. Берём, კი ბატონო, ძალიან კაი. შევთანხმდით ესე იგი. არ არის პრობლემა. ეხლავე შეუძლია დაიწყოს. კი ბატონო, ძალიან კაი. მომისმინე ბიჭო. ას გვეკეთებს ეს კანონი. აი ეს გამომართვი ხში. და თავისუფალი ნომერი სადაი რომ ერთად ვავიდეთ ნომერში, ა? ერთი წუთით? დროზე რა დროზე გიხოცები რა. მოიცა, ერთი წუთით. აქეთ მოიცი? აუ, დროზე რა გიხოცები. კი, მაგრამ შენი ცოლი არის, აქ რაში დაგჭირდა მოყვანა? ბიჭო, მომისმინე ხა რა. ეხა შენ გამიგებ რა. ანუ, რასაც ბოზს აკადრებ, ხო ხდები? იმას ცოლს ხო რა აკადრებ, ხო? ცოლს ხო რა აკადრებ? აი, რასაც ბოზს აკადრებ, რა. ტიპიური ქართველი მაზი. ბოზი ხო იცი რაცა? იმას ცოლს რა აკადრებ. აი, გარი რა და. ესე იგი შეგვიძლია წავიდეთ, ხო? ანუ დავიწყე მუშაობა. დაიწყე მუშაობა, დაიწყე. მოდი რა, რაღაცა ეხლა, რაღაც. კარგი, წავედი. ხო, წავედი, გაიხარ, ლეგენდაცოა. გოგოებო, აბადროები. ხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო და სწიუმ და ჯეიმსმა სამივე 599 ლარად გაიგეს. ჯეიმს, შენ გაცვლის სალსაკლდეებს და სხვა ქვეყნის სამოთხეზე და არა სიურას ლაპარაკობ. ხო და ეს შემოთავაზება ზუსტად ჩემთვის არის. ჩვენი ონლაინ ოპტავოი მაღაზია და შპს ორჯონიკიძე და მეზარბაზნეები გაძლევს უნიკალურ შანსს, რომ იყიდო საქართველოს. ღმერთი ჯული ხატის წინ თავისი ზმაში მგონია, ნუ თუ ეს რეალურია ეს ყველაფერი. უკვე კი, ჯეიმს, სულ რაღაც 99,999,999 ლარად და 99 თეთრად თქვენ უკვე შეგიძლიათ იყიდოთ საქართველოს. ოღონდ თანხა მხოლოდ რუბლებში მიიღება. ჯეიმს, ინჩქარეთ მხოლოდ ერთი დარჩა. და თუ თქვენ არ გაქვთ საშუალება რომ ერთიანად იყიდოთ საქართველოს, ჩვენ გთავაზობთ წარმოუდგენელ შესაძლებლობას. იყიდეთ საქართველოს ნაწილ. ქართკახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო თითო 999,999 ლარად და 999 თეთრად. თუ თქვენ დარეკავთ უახლოესი 20 წუთის განმავლობაში და შეიძენთ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეს, თქვენ საჩუქრად გადმოგეცემათ რა ჯეიმს? ხაშური. მას ასე თქვენ არ გაქვთ საკმარისი თანხა სამშობლოს რომელიმე კუთხის შესაძენად? მაშინ იყიდეთ ჩვენგან სპეციალური სუპერ ბუპერ კოვზი მხოლოდ 1 ლარად და მასაჩუქრად მოყვება ხაშური. ახალი სტუდიაში მინდა მოვიწვიო ჯეიმს ჩვენი სტუმარი. რას აკეთებთ, ჰა? რას წადიხართ? ძალიან გთხოვთ. სამშობლოს ყიდით? აქტიურად. თქვენ ხართ პატრიოტები? კი, მაგრამ რას გიხდიან ამას თქვენ საწოდავებო, ა? $1 მილიარდ. შეიძინეთ საქართველოს. ნაწილ კი არა. შეიძინეთ საქართველოს. ერთიანად. თლიანად. სანჩიკამ ერთხელ ცუდი სიზმარი ნახა. თითქოს ტასო კორადოსთან სექსით იყო დაკავებული. და რადგან იმ დღეს უბანში წყალი არ მოდიოდა, აუხდა. მშვიდობა, ბრატ. ვერ არის ბიჭებო, მშვიდობა. რატო? ბიბლიოთეკაა გატეხილი. სიგრის გურდი ძმაო, გურდი არ არის, არ გაიგე. ეს ანჩი ძმაო, შენ ხუმრობ და წაღებულია ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები, იცი შენ? როგორ გატეხა? მართლა და შემთხვევით თქვენ ხო არ იყავით ბიჭებო? ეს ნახე. ჩვენ ვიყავით, ჩვენ აგერა. იმენა აბზაცის მომპარავებიც არა ვარ, ბიჭო, რა ჩემპეგად გვიდა. აი, შენ თუ არ იყავი, მაშინ შენ იქნებოდი, ბიჭო. გან მიყვირი, ბიჭო, მოვიტანე, ასწავლს და გაგიხეთქავ მაგდავს და დაგიბერავ თვალებს. რა, ბიჭო?
გადაო სიმონა რას მიყურებ ვარც გემბიტია ხო გითხარი ბიჭო თავი დაიწვა ეს იქნებოდა მეთქი ხო გითხარი აბზაციც არ შენ იქნებოდი სანჩიკ შენ და ეხა დავაი დაბქვი დროზე ქალთან ერთად იყავი თუ კაცთან ერთად დავაი დროზე ოდეს ყოფილა აგომამის დედათა და მამათა ერთად გაეტანოს ბიბლიოთეკა ეს ნახე რა მე ხადავი მათხოვ ერთი ხელი რა ერთი ხელი მათხოვ ერთი წამით რა ხელი გახო არ მინდა ბრასლეტები მომასწორე აი მე ხელი მათხოვ ერთი წამით მოდი მე აი შენი ბრალია ხო არ ტენი მზალის ხო ჩაჯექი შენ ერთი წუთი და კონსტიტუციურად ხო მაგიმენა ერთი ზარის გაშევიზურება კი გაკ ხო აი რა მე არ ვჩი არეკე რა აჰა გამომორჩ არ მინდა შენი რა ლოხი ტელეფონია მე მაგ ამ კაცის ნომერი ბიჭო და დაუბრუნე ერთი დამი მათ ტელეფონი დავაღო მოიცა $200 ეგრევე ალო მე ვარ ასო შეყვარებული სანჩიკადო პრობლემები მაქვს ჩემი არაბერ დამიჭირა რა უბნის ინსპექტორი კორადორო მარ თქვენი თანამშრომელი მოიცა ჩემი ძმა დაელაპარაკე რა ის ველაპარაკე შენი შეფია ის ველაპარაკე რა გაუჩალე ეს ისმე შეფ ხო უბრალოდ არა ვიცი რა ვქნა მანქანაში არ ჩავსვა ბორკილები აი გასაგებია როგორც თქვენი წვით კი ბატონო გასაგებია გამომართვია შენი ბლატნოი ტელეფონი უკაცრავად ცოტა მიიწე უკან მიიწე ხო ეხლა როგორც შენ მითხარი ზუსტად ისე გავაკეთე ყველაფერი აბა რას ვიზავდი აქ არიან აბა ამათ შევარჩენდი საწავიდოდნენ ვისთან დარეკეტო სანჩი შენ დავწვით ორ ხელი მომწონდა იმენაო შენი პრობლემები ჩემი პრობლემებიო და ოქნა სიჩქარეს მოუმატო კაი საქართველო მალე გაფრთხილდება შეისხავს არწივის ფრთებს ცაზე თეთრი მკრედი აფრინდება სიყვარულს მოგიტანს ბებს ღმერთი მოფესინათლეს ეს დღე მალე ინაგებს საქართველო გახდეს ფლიანი ჩვენი გულების სიხარული გაენთება ყველა ქართველის ოცნება სრულდება ჩვენი გულების სიხარული გაენთება გვიხაროთ ეს მალე საქართველო გაფრთხილდება განსე არასდროს გამდგარა სამშობლოს დასაცავად ამდგარა ქართველი მებრძოლად დაბადებული სამშობლოსათვის თავდადებული თაბარი დროშით გადავიაროთ ავციოთ მაღლა ავაბრიალოთ თაბარი დროშით გადავიაროთ ავციოთ მაღლა